მოვედი ცოტა სვეტურად ვითამაშო. კაი, ოკეი, გამზარდო. მოყვები. თქვენთანაც მოვალ გადაგვიშავა. პირველი კითხვა იქნება, როგორ დაიწყო შუაქალაქი? არა, მანამდე თუ იცნობთ ერთმანეთს. იუზა, პრებედინა, პეტო, შეყვარებული დედას ის იგივეა ლაშა. გამარჯობა. რა ჩვენ გამარჯობა. არა, რაღაცა ერთმანეთს მაინც მივესალმოთ რა, ისინი არ არიან და ხო, მაგრამ ნუ მაყურებლისთვის ეხლა მაყურებელი ესე იგი ჩვენ ვართ სმარტულების YouTube არხზე, გადაცემაში სტუმრად სმარტულები. მოგვიწვია სამმა ძალიან კარგმა ბიჭმა, მაგრამ სად არიან კაცმა არ იცის, დაგვიბარეს დიდი ამბით იმ ხელაგზა გამოვიარეთ 9-9 ზღვა, ძლივს მოვაგენი ამ პავილიონს. თუ წესი გინდა, თუ წესი გინდა. ესე იწერება ზოგადად გადაცემები, როცა გთავაზობენ სტუმრობას, ჯერ მოდის პროდიუსერი, რა თქმა რეჟისორი, უნდა, სცენარისტი. გაწერილია გეგმა. ხო, ასისტენტები და ნუ აღარ მაქვს საუბარი. მთელი სტაფი. ხატვარზე და ფეხსაცმელი და კაბა, ვინ ხო და სად არიან ესენი, ხო არ იცი? ბიჭებო, სად ახართ, ხო არ იცი? მოგესალმებით, გამარჯობა. აღვიყავით, გისმენდი. ისმენ ძალიან ვისიამოვნებთ, რომ ესეთი იხუმრეს. მოგესალმებით, მართლა აბა როგორ ხართ? კარგად. ძალიან კარგად. როგორ მოწონთ? მადლობა რომ მოხვედით და მადლობა რომ მოხვედით და გვესტუმრეთ. კი, აუცილებლად. მოვედით რა, მოგვიყვანეთ. მე მოხვედით. გავდით და ჩვენ მე მოვიდეთ. ჩვენ დაგხვდით. პირველ რიგში როგორ მოგწონთ ჩვენი სტუდია, რომელიც ჩვენი ხელით გავაკეთეთ. ამაზე ვთქვა. თუ შევხედავთ იმ კუთხით, რომ თქვენი ხელით გააკეთეთ, ძალიან, მაგრამ თუ შევხედავ იმ კუთხით, რომ ეს ვინმე სხვამ გააკეთა და მე თქვენ შემოხვედით და მე ჩვენ დაგპატიჟეთ სტუმრად, ნორმალურია. ჩვენი ხელით ინტერესებს ეს მცენარე? ნაღდი. ნაღდი რა. ნაღდი ქვია სახელი. მართლა ვწავთ ხოლმე კი. მცენარე ნაღდი, წალკოტი. მოვჭყლიტო ფოცოლი? არა, მე დავაზიანებ. ხო, კარგია, მცენარე მომწონს განათება, თარო. ჩვენ მოვედით და რაში? ხო და ეხლა რა ხდება შეხედეთ? გქონიათ. კი, ეს პატარა ნივთები, წიგნები, განათებები. ყველაზე მეტად კი, მომწონს პეტრე ოცხელი ყავთ აქ მისი კი ბატონო. დამუშევარი კი, აბა მჯდები ყველა კი პეტრე ამბობს. ოცხელზე. ხო და მოკლედ ეხლა როგორ სიტუაცია? ჩვენთან გადაცემაში რა მოდიან ხოლმე ადამიანები? ჩვენ ხომ უნდა გამოვაცხადოთ ადამიანები. წესით. ამოძიეთ პოპულარულები და წარმატებული ადამიანები, როგორც თქვენ და თქვენ გეკუთვნით კარგი გამოცხადება, მაგრამ რადგან ჩვენ სამი, რადგან ეხლა თქვენ დიდი ხანია გვიცნობთ და ვართ ძალიან ინდივიდუალური ადამიანები, როგორც თქვენც. შესაბამისად, ყველას გვაქვს ჩვენი გულიდან წამოსული გამოცხადება ადამიანებზე და გვინდა რომ ერთმანეთს ვარ დაუკარგოთ. ხო რა? ანუ ვერ ვარ შეხვედრ რომელიც ჯობს და ეხლა ესე გავაკეთოთ რა თითოეული ვიტყვით გამოცხადებას თქვენსას და რომელზე შემოხვიდეთ. კარგი. ანუ სამი ვერსია იქნება. სამი ვერსია იქნება და თქვენ რომელიც უფრო მოგეწონებათ, იმაზე შემოდით რა. ანუ თქვით რომ აი ამაზე შემოვიდეთ, მე დავიწყოთ გადაცემა. კარგი. კარგი, მოდი მე დავიწყებ თუ გინდა. თუ დაიწყოთ. დაიწყოთ. კარგად დაუკვირდით. თამუნას და თათულის როლის შემსრულებლები კეთევანი და თამარი. არიან დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. და კარგით, ანუ როგორ ესეც, ანუ ეს ხო იყო საერთოდ. მე მესამე და მე შეაფასეთ ბოლოს. შეგიძლიათ კომენტარი არ გააკეთეთ გიგაზე და მე შეფასება იყოს ბოლოს. ბოლოს კი. ადამიანები რომლებიც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ, 5ჯერ, 6ჯერ, 7ჯერ, 8ჯერ მოვიწვიეთ, მაგრამ პირველივეზე მოვიდნენ. კარგი, მე საერთოდ სხვა მქონდა, სხვა რაღაც მქონდა მომზადებული და შევცვლი. ძალიან კარგი ადამიანები, საუკეთესო პროფესიონალი მსახიობები, არაჩვეულებრივი პიროვნებები, თათოლი და თამუნა არიან დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. რაღაცა მოიწვია. რა თქმა უნდა შემოვიდი. რა თქმა უნდა, კარგი ადამიანი რო დაიწყო. აი ეს ბიჭი გამოაცხადებს და ამაზე სიამოვნებით შემოვიდა. თქვენ ცოტა ხანი დაწეკით. წამოწეკით. დაწოლა ხო, აი წამოწეკით. აი ეს გვერდზე რო ცოტა ჩათბეთ. თქვაში გვაჭრობა.
ჭკუაში გაჯობა კი. ჭკუაში არა, მაგრამ ჩვენ იუმორს. რა არის ის ანუ ჩვენ იქიდან გამომდინარე რომ ანუ ყველა ალბათ სანამ რომ მიხვალთ სტუმრად ანუ ყოველთვის ესეთ იმებს ამომიხმართ. ჩვენ გვინდა რომ იყოთ განსხვავებულები, იმიტომ რომ თქვენთან სხვა ურთიერთობა გვაქვს დიდი ხანი ერთმანეთს ვიცნობთ და ესე რომ ვიხუმროთ თორე ახლა რა თქმა უნდა. ჩვენი დამოკიდებულება ისიც ახლა სულ ერთი და იგივე ხო არ იქნება როგორც ნიკამ თქო. რა მაფია ერთმანეთს ებრძვით, ერთმანეთს ძირავთ თუ რა შეასახმე. თქვენი აკუკაციავად გასთი ხო არ ხართ რაღაცა ვინც აიყვანს ამ გადაცემას და საბოლოო ჯამში ერთ-ერთი და სამი ხო არ ხარ. კი, მე როგორც მივხვდი, მაგას შალიცობენ ესენი. მაგრამ ჩემი მიზანი არ არის. ცუტარებთ გამოცდას, აბა ვინც ნიკა, კარგად მიდიხარ, დედიკო, გააგრძელე. ნიკა, ჩვენ შენს გადაცემაში რა თქვენთანაც მოვალ რა დაგვიშა. აი, გიგა, ჩვენ თქვენ გავაკეთეთ, მე კიდე ერთი დავრჩებით და მე ესე მივყვეთ რა. კაი, შეგვიძლია ხო რომ დავიწყო? კი, შეგვიძლია. გამოვაცხადეთ, ჩემი გამოცხადება საუკეთესო აღმოჩნდა როგორც ჩანს. გამოვაცხადეთ სტუმრები, მოვიდნენ ჩვენთან სტუმრად, შეგვიძლია რომ დავიწყოთ. მაყურებელს შევახსენოთ ხო რომ ჩვენი YouTube არხი აუცილებლად. ნებისმიერ მიმართულებით აი ამ კამერაშიც, იქით კიდევ ორი კამერა, აქეთ კიდევ. ან სულ კამერები არის. და ერთი ფარული კამერა. მაყურებელი გტრიალებს. კი, ყველგან არის. ხო და მაყურებელს მოდი შევახსენოთ რომ ჩვენი არხი აუცილებლად უნდა გამოიწერონ, ეს ვიდეო უნდა დაალაიქოთ, გააქტიუროთ ზარისხება და დაგვიწეროთ კომენტარები, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე, გიგა და თორნიკე სხვანაირები აღმოჩნდნენ. აუ ბიჭო, როგორ იმაშება, ეგრევე როგორ ახლა ეხლა რომ ამეტაკზე. არა და სამნი ჩვენ უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ორნი ვართ. სამნი ვართ ჩვენ, ანუ მართალია სამნი ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ ორნი დღეს სტუმრად და თქვენ სამნი ხართ. თქვენ ხო კლასელები ხართ, თან და გიყვარდეთ რა ერთმანეთი. ისე ამდენი ხანი ისე მოვედით, რომ არ გვიჩხუბი არც ერთი კამათი და ეხლა ესე უნდა დავიშალოთ. ჩაინიშნეთ. თან ეს შენი ტყუპი ძმა არის. რატო იშლებით? არა, არ წუთით მე გავაგზავნე. აღარ მინდა რა. ანუ ხდები, მოვედით და დავშალეთ. ხო არ დავასრულოთ. არა, კარგია. კარგად მივდივართ. ჩვენ ასევე ჩვენი სპონსორები არ ვახსენოთ? რა თქმა უნდა. ჩვენც გაინტერესებს. ასევე ჩვენი სპონსორები არიან, რა თქმა უნდა, არომატო, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა Doorhouse. ლინკები იქნება აღწერაში ვიდეოში და და შეგიძლიათ მესამე სპონსორს არ ვასახებ. იმიტომ რომ ესეც შეთანხმება. დაველოდებით. გამოვიცდოთ. და სუნამოებზე ის ვთქვათ კიდე რომ გადაცემის ბოლოსკენ სუნამოებზე მე ვისაუბრებ. მაგიტომ მიხვალ. ხო მაჩუკე. კი, აბა, რა თქმა მაგიტომ უნდა. მოვედი. მანამდე უნდა გავიაროთ ძალიან დიდი გზა რომ სუნამომდე მივიდეთ. ანუ ეტაპები მაგასავლე. არა, რა თქმა უნდა, უკვე გამარჯვებულები ხართ თქვენ რა, ხო, რა თქმა უბრალოდ უკვე არა, ზოგადად გამარჯვებულები ხართ და ეხლა რო დადიხართ ხოლმე ბევრ გადაცემაში სტუმრად და ძალიან ბევრ განყოფილ ხართ და ერთი და იგივე კითხვები ტრიალებს ხართ თქვენ გარშემო და აღარ გვინდა ამ კითხვებზე ეს ვითამაშოთ და პირველი კითხვა იქნება, როგორ დაიწყო შუა ქალაქი? არა, მანამდე თუ იცნობდით ერთმანეთს. მანამდე თუ იცნობდით ერთმანეთს. მართლადები ხარ? კიდე რა კითხვებია ხოლმე? ბიჭო, ეგეთი კითხვებია ზუსტად ხო რა, აბა. ხო, მეგობრები იყავით თუ არა მანამდე? ძირითადად ყველაზე მეტად ბრაზდები, არა ბრაზდები და თანიც რა სერიოზულდები. იქნებ რამე გააკეთო შუა ქალაქიდან. იქნებ რამე სცენა გაითამაშოთ. აუ გააგრძელეთ რა, არ გრძელდება. ვერ აგრძელეთ. ქალბატონო, ვეღარ. უკვდავები ხართ. თუმცა შუა ქალაქი გრძელდება სხვა ფორმით. სტუმრად შუა ქალაქის სახით, ბატონო. რომელიც გადის იმედის ეთერში, ძალიან კარგი გადაცემა, აქებენ სცენარისტსაც, რეჟისორსაც, პროდიუსერსაც, ყველას აქებენ წამყვანებს, ყველას აქებენ საერთოდ, მართლა, ძალიან კარგი და შეგიძლიათ უყუროთ იდეის ავტორსაც. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს და შეგიძლიათ უყუროთ შუა ქალაქის ამ ფორმით და ან გაიხსენოთ კი ბატონო, ძირითადად 11 საათზე. 23 საათს. დიახ. სხვათა შორის მე უყურებ ხოლმე თორნიკე. კი ბატონო. თათული თამუნა უყურებ ხოლმე და ძალიან მომწონს და გიგას რატო არ მიმართე? ნაწყენი ხარ? არა, ერთად უყურებთ ხოლმე. ერთად ესე ხო და მიხარია ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. მადლობა. ყოველთვის მიხარია თქვენი ნახვა, როგორც ლაივში, ასევე ტელეეკრანზე. ჩვენ ძალიან ძალიან გვიხართ, გვიხარია ძალიან თქვენი გვიყვარს ნახვა და თქვენ ხართ განსაკუთრებულად კარგი ბიჭები. კი. დიდი მადლობა. მადლობა. მოდი ახლა გადავიდეთ ძირითად საკითხზე. კი ბატონო. რატო შეგკრიბეთ ახლა? აუ რაშია საქმე, თან ცოტა ბნელა. მე მაქვს მომზადებული თქვენთვის ძალიან მაგარი თამაში. აუ რა თამაშია? და გარდა იმისა, რომ უნდა ვისაუბროთ რაღაცებზე, უნდა ვითამაშოთ. ვითამაშოთ. თუ წინააღმდეგი არ იქნება. არა. ნახოთ, ნუ რა ვიცი. ალბათ იცით ეს თამაშიც ახალი არ არის, მაგრამ შეიძლება თქვენ არ გითამაშიათ.
30 წამში ვინ რამდენს ჩამოთვლის? ასეთ თამაში. რას? ესე დავარქოთ. მე გეტყვით რასაც. ჯერ არ გეუნდეთ. ანუ აუქციონის პონტი იქნება, მოკლედ. ხო, წყვილებად ვითამაშოთ. აი მაგალითად თამუნა და გიგა იყვნენ ერთად. ქართული და თორნიკე ერთად. კი ბატონო. კარგი. და მე დავასახელებ თუ რაზეა საუბარი და შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეთავაზოთ ერთმანეთს. იცი რა 30 წამში მე 8-ს ჩამოვთვლი. აუქციონია. 9-ს ვიტყვი და ვინც უფრო მეც იტყვის. კაი, მიდი თქვი და თუ ვერ იტყვის, შენ გეწერება ქულა. აი ხა თქვი მიდიება ჩამოთვალე. მიდიება. სადოთ? სკოლის მერი არ მითამაშია, მაგრამ ნუ ეხლა ახლა თქვენ კლასელები ხართ. გავიხსენოთ სკოლა. კარგი, აი პირველი შეკითხვა არის მაგალითად ასეთი. 30 წამში ვინ რამდენ ქართულ კერძს დაასახელებთ, რომელსაც ცომი არ სჭირდება? დამზადებისას ცომი არ ჭირდება. ამდენსაც ორიც დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ, მოდი 3. 3. კაი, 3. თქვენ? 4-ს არ ვიტყვით? 5? კი ბატონო, 5. 5. იყოს 7. აღონ 30 წამი არა. 7? 7 ჩამოვგენ თათული. მე შეიძლება ჩამოვჭამ. კი. 8 თათული ამობს 8. კი ბატონო, მოდი იყოს. 9. გინდა 9? კი ბატონო. თათული 10. მე შემიძლია დახმარება, ხო? იმის რა თქმა უნდა ერთად ხარ. 9 კი არა და 10. 10, კი ბატონო, 10. 10. გინდა 11? 16 ხო არ ამბობთ? მაშ 16? ქართული უნდა იყოს? ქართული კერძი? კერძი მე 10. კერძი ვიცი, მხოლოდ ქართული. აი, ძირი საიდან უნდა თქონდეს წარმომავლობა, აი ხა ეგრეც აი ზუსტად ქართული, ან ქართულ მენიუში რაც შედის, ეგრე. სახალხო სუფრაზე. კარგი. კარტო სახალხო არა, რა არა, არა. დღესასწაულებში. ეხლა თქვენ ხართ იმაზე, რა ქვია. ჩვენ მართ 10-ზე. ჩვენ 10-ზე. თქვა 11 თუ ჩამოათვლე. 11? 11 ვერ იტყვიან თათული ჩემი აზრით. 30 წამში. იტყვიან? ეგრევე ჩამოთვლი. 15. მოდი ცოტა სვეტურად ვითამაშოთ. კაი, ოკეი, კაი. გამზარდო. მოყვები. არ გვინდა. 15-ია. 15? რომელსაც ცომი არა. 30 წამი ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. გიგა, ძალიან ცოტა. კაი, ჩამოთვალეს. მიდი დაიწყეთ. კარგი. 1 2 3. ნიგზიანი ბადრიჯანი, ჩიხირთმა, აჯაფსანდალი, ჯონჯოლი, ანუ ფხალის ასორტი, ისპანახი ნიგზით, წვადი, მწვადი, ქაბაბი, კუპატი, ღომი, კუჭმაჭი, ჩაკაფული, შქმერული, ელარჯი, შქმერული, ყაურმა, თათარიახლი, ხაში. ეგ არის. 27 წამი. 26 წამი. ხო, 26. 26. საქმეები გამახსენდა. თათარიახლი, ხაში. კიდე ერთი შეგიძლია თქვათ, აქვს დრო. არა, ხო, 15 ხო. აუქციონი უკვე მოგიწევს. იქნებ წავალ. რას გქონდა? მე რო გადაცდები ჩაიწვებოდა ეგ. 4 წამი გაქვს და კიდე იტყოდით ჩვენ. არა, ხო, მართ დედასწორ არ მეგონა თუ ეხლა ხო შეგამახსენე. არა, განა იმიტომ რომ არ იცი. ყველაფერს მარტო კი არ ვლაპარაკო. ვაკეთებ კიდეც, ხო, მარტო ხო იცი. მეც ვაკეთებ. იმიტომ ჩამოვთვალე თორე რა გონია. ოსტრი რატო გამოვიდა? გავიმარჯვე. აი არ არის ქართული. ოსტრი ცხარულა თუ რა ხო, არ ქართულად არ ქვია ოსტრი. არა, გაჩნდა ზოგი აკეთებს მენიუში ჟავი ეგრეთ კიტრით, წერია. ზოგი მხოლოდ ხორცით. ხო, მაგრამ მენიუში ოსტრით არის რა დასათაურებული. აუ, კაი თამაშია ჩემი ეს. ერთ საყვარელი საჭმელია სხვადასხვა. ოსტრი ხა მომინდა გაჩერდით რა, კაი ცხელი. სწორედ ამიტომ სპეციალურად თქვენთვის ოსტრი მაგიდაზე. ვაიმე ხორა მოდით რა. მოდი. ოსტრი ძალიან მიყვარს ნიგზიანი ბადიჯანი. აუ, ძალიან საღოლთო საღარი იყო ძალიან. 5 ანუ ერთი ნოხს ვიგებთ ახლა ჩვენ. ყოველ 2 წამში ამბობდა ერთი. 2 წამში არა. არა, 4 წამი დარჩა კიდე. არაფერი შეგეშალოს ახალგაზრდა. წესიურად მასკენი გამიყავი. 26 გაყავით 15. ანუ წამნახევარი არც კი. ხო, არა, მართლა ძალიან ხო, პირველი ქულა თქვენი არის, მასვინ ეგრე გამოვიდა. 3 ქულამდე ვითამაშოთ. კი ბატონო, ვითამაშოთ. რა შემდგომ? შემდეგი კითხვა დაგისვათ? ჯერ დაგისვა, მე გეტყვი 3 ქულამდე. აუქციონი ისევ? კი. და 30 წამში ვინ რამდენ ოსკაროსან მსახიობს დაასახელებთ? ბიჭო, ბან რა არის? შეიძლება არიან ისეთი მსახიობები, ვინც გონია რომ უეჭველი აღებული აქვს და არა აქვს რა, ანუ მანდარი მოხდები რა, ძალიან ბევრია ეგეთი და ისეთებს აქვს აღებული რომ ვა, ამას აღებული აქვს ეგეთების ბევრი. მოდი დავიწყოთ, ჩვენ ხო გამარჯვებულები. ხო, კი. ანუ ჩვენ ვიწყებთ. 1 1 2 2 3 4 5 6 6
ბიჭო, ანუ ისე კი ვიცი, მაგრამ 30 წამში გავიხსენებ თუ არა, ეგ არის. 6 7 7 8 დაასახელეთ. მიდი დაიწყე ამას ეგონა, ეხლა თუ კიდე იმას. კი, ზუსტად მივყვებით. კაი, მზად ხარ? თუ არ ხარ მზად, ჩემი ძმა ხარ, არ არის პრობლემა, მოემზადე. თუ რამე? კაც ვიტყვი 8-ს. ლეონარდო დიკაპრიო დაიწყო 1 2 3 დიკაპრიო აი პაჩინო ნიკოლას კეიჯი ჯულია რობერტსი მერილ სტრიპი ჰით ლეჯერი ემა სტოუნი ნატალი პორტმანი ის აქვია რობერტ დაუნი უმცროსი კაცია ბრედ პიტი მეორე ხელმძღვანელი როლია რამდენი 100 თქვი არა 1 რა 17 წამში. არა, მაგრამ კარგი იყო რა. ძალიან სწრაფია. არა, მართლა. არა ყოჩა 19 წამში თან რა არის ჩვენ გამოგჩა, ან თათულიც და გიგაც ერთდროულად დასახელებდნენ და შეიძლება სათვალავიცი აგვე. არა არა კი, ერთად თქვით რამოდენიმე ხო და არა ფაქტია რომ შეასრულებს არა, კი. რამდენი წამია? 17. თან 17 როგორ მიყვარს იცი? სწორედ ამიტომ ნიკოლას კეიჯი თქვენთვის ნიკოლას კეიჯი ჩემთვის დღეს სახში გატანები. ის გამოგჩა ბენინი როგორ გამოგჩა ბენინი გამომიტოვე? არის. რობერტ დაუნის არა აქვს. გაგვიწელეთ რომ ექნება რობერტ დაუნისოს არა აქვს. მაგრამ კაი, ხო იტყოდი ბენინის, ხო იტყოდი. ბენინის ვიტყვი ბოლოს თქვი ეგ სხვათა ცხოვრება ხომ შვენიერი აბა რა ყველაფერი გძელდება. ანუ ერთი-ერთი. ერთ-ერთი. ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა, მე მგონი უკვე. მ შემდეგი 30 წამში ვინ სადამდე დაითვლის? 30 როგორ დავით ოღონდ 1 2 3 4 5 ეგ არის ფლება. ანუ 1 2 3 1 2 3 ბოლომდე 4 უნდა 5 20. ბავშვობაში იცოდნენ ხოლმე, ხო, სწრაფად რომ უნდა დაეთვალოს. რა ვიცი არა აბა თუ გინდა დავიწყოთ 1 ერთი არა, რავი 70. 60. 60 მიდი დაიწყე თო 70 რომ დავიწყო ბიჭო? დაიწყო არ ვიცი. დაიხვეწები თან 1 2 3 მეტყველება 4 ეს ხო რა დავთვალე? 1 2 3 4 არა არა, 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. არა 1 2 3 ეგრეთ თუ დავთვალე, ვერ დავიტყვი. მოიცან უკან მიგან შენ. არა არ მიგაქვს კაი, უკან ერთის მერე მიდი 70. თორნიკე თორნიკე კაი, ანუ რა იწება და რა არა. 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 5 6 7 8 ანუ გასაგებად რა რომ გავიგო ყველა ბგერა გაგვაგონე 70. თორნიკე რა გინდოდა საკუთარ თავს და აუ 71 ზღვარი თქვით თქვენ. არა არა 67 არა, ვაიც თულია ხო 60. მაგრამ გავაკეთებ თქვი, გავაკეთებ ხა. კაი, 1 2 დავიწყე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 ანა კამერას ანა კამერას ანა სული გამძრა 29 და 79 ორით აუ ძალიან მაგარი. რა გაიჩარიჩე თორნიკე ამ რაღაცა ძალიან მაგარი. თორნიკე იცი რა მინდა გითხრა კარგი მეტყველება გაქვს კი, გამოჩნდა 70-მდე. თავიდან გამიცინა და მე რო ავიღე. ხო მსახიობ თათულიზე აღარ ვამბობ ხო, ეხლა თქვენ რა თქმა უნდა პროფესიონალი. არა თათული რო არ მოგხმარება თათული არ მოხდა რა. არა არა გაკაჩავდა სუნთქვას აიღებდა მეორეს ხო, უბრალოდ ამ მაგაში დავკარგავდი დროს რა. მეორე სუნთქა უცებ ეგრე როგორ? ეგრეო უცებ აი, ეს გავიგოდი გეიმი ძალიან მაგარი. კი ბატონო 2 1 ვახჩი. კარგია კარგია. სამამდეა ხო თამაში დიახ, სამამდეა. მიდი რამე ვქნა ჭიაყელები დავჭყლიტოთ შემდეგი შეკითხვა არის ასეთი. 30 წამში ვინ რამდენ შუა ქალაქის პერსონაჟს ჩამოდრდით? თამუნა რა ვიცი არ აი, ამგონია დავიზარდე. აღარ მახსოვს გავიდა 18 წელი ნაიზავს მაგას მემატიანია ჩვეულებრივად 5 5 6 იყო 7 არა 6 6 თქვა 6 ვთქვა 7 7 8
ვაჯერ. აი წესი დაანდა 9 და ჩვენაც ამგვარებინო. ბიჭო, ანუ ძალიან მარტივია 8 თორე. ხო, 30 წამში 8 რა უნდა, 9. 11. მედი დაითვალეთ, მედი. 12 თქვა. მიდიქნა თორე. არა, ეხა მოვიგებთ ჩათვალეთ. ანუ მართლა მოვიგებთ. ხო და გავათანაბრეთ რა, მე გარეშე მე გავათანაბრეთ. 12, კაი, ჩამოთვალეთ, მიდი, ჩამოთვალეთ 12. დიდი. ვინ არიან 12? 1 2 3 ირაკლი დათო მარიკა ნატაყოშია ქეთევანი თამარი ლაშიკო ვახო იუზა პრებედინა პეტო შეყვარებული დედა ის იგივეა ლაშა მე მასწავლებელი დათოსის სკოლაში მასწავლებელი სალომე ხო სანდრო ანანო იუზა თქვი არის 12 არის ხო? 12. 2-2. დაიძაბა და ძალიან კარგი იყო. კარგია ხო რა? მაგრამ აღარ შანსი მივეცით ახლა ჩვენ ეს იყო ჩვენგან ძალიან დიდი ისრა. რა თქმა უნდა, მეგობრული კი, ხელი რა. კი ბატონო, რომ უფრო არის თორი და გათანაბრდა ანგარიში თორი და შემოვიდა ოსტრი. აუ ესე რა მოდი. ორთქლები რო აზდის, მომინდა, ოსტრი არ მიჭამია მე. ბიჭება შემდეგ გადაცემაში მოგვიყვანთ ოსტრი დაგვიყვანთ დიდი სიამოვნებაა აბა გადამწყვეტი რაუნდისთვის გამოუჩიკითხო. მოკლედ ანგარიში თანაბარია მეტი შეკითხვა აღარ გვაქვს 2 ინტრიგაში ვართ მინდი 30 წამში ვინ რამდენ ეროვნულ ვალუტას დაასახელებთ ერთი 2 სამი 4 ხუთი 5 არა და 30 წამში ბევრს იფიქრებ და 6 6 7 დაასახელონ 7 უნდა აუწიოთ კი მე კი 7 მალე ჩაურთე 7 ჩაურთე აი მოიცადე 7 ხო 1 6 სიტყვის ეგრევე მე 7-ზე გაჭირდა 1 2 3 ლარი დოლარი ევრო ფუნტი ლირა ლირა ბაუნდი იენი გრინა დირხამი მოიგე აი ევრო არ არის ევრო არ არის მე თქვით 8 თქვით კი აი მართლა ერთი თქვი რაღაცა მიდი და მე თქვი კაი დირხანზე არ დამთავროთ რუპია ინდური მე ბატონო მოიგეს მოიგეს დაასახელეს მოიგეს ჩემი დახმარები კი, რუპია რა ვარ თქმა მეთქვა კი. ერთი არა, წუთი რა საბოლოო ერთი ჯამში. არ წუთი. ეგონა რომ ერთი ეხლა ევრო წუთი. არ იყო ეროვნული ეხლა ვერ გავიგე ვერ გავიგე გამოვიდა ქეთევანის ხმა არა მოიგეს არა მეგობრობამ გაიმარჯვა იმიტომ რა რომ თქმა დაეხმარა უნდა. რუპია უთხრა ნუ ეს მეგობრებო გაიგო და რადგან თქვენ გაიმარჯვეთ სპეციალურად გამარჯვებული. ოსტრი აუ მიდი რა რესტორანი არ ყავთ სპონსორი აი ჯერ არ ყო ცათხართ სად დაგვაყვა არა ყავს მაგრამ ოსტრს არ აკეთებენ როგორ მოგეწონათ თამაში ძალიან მაგრად გავერთე გავერთე მე. გავერთე კი კარგია და უნდა ვითამაშოთ მე მგონი ყოველ იცი რა გონების კარგი საბარჯიშოა რაღაცა გგონია რომ რაღაცები მივიწყებული გაქვს მაგრამ მე მოდის რა კარგია ნახე ძალიან მომეწონა მეც კარგად ითამაშეთ გაიმარჯვა მეგობრობა რა თქმა უნდა და შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ თამაშზე ხო კი ბატონო მიდი თორნიკე თორნიკე თამაშობს მარტო მედი თაკი არა თამაში ეს გქონდა მომზადებული შემდეგ გვაქვს ნაჯახი შეკითხვები მაგრამ მანამდე გვაინტერესებდა რაღაცები რომ მოვლენო ჩვენთან სტუმრათა თათული და თამუნაო აუცილებლად უნდა შევეკითხოთ ხო ეგრე კი ბატონო ყვითელი პრესა დიახ რა თქმა უნდა არა ნუ არც ისე ყვითელი ცოტა ბაცი ის არის მოკლედ ეხა ჩვენ რა გინდა რომ გითხოთ რომ ნუ ეხა ყველაფერი რაღაც შეკითხები რაც არსებობს ხა რამე არის რომ არ იცოდე ჩვენზე არა მე კი ვიცი ყველაფერი რა თქმა უნდა მაგრამ მე რა მაინტერესებს ის ეხა მაყურებელს რომ იცოდეს რომ აი ეხლა რა პირობითად ეხა რა ეტაპზე ხართ თქვენი ცხოვრებიდან რა სულ ვიცი რა პროფესიონალიზმში და პროფესიონალურ კუთხითაც ისედაც ზოგადად ანუ რა ხდება კითხვები წამოვიდა კი ხო ეხლა რომ ცოტა სიცილი არ არის ხოლმე ჩვენთან რა ცოტა რა სულ ვიცი რომ აი მაგალითად ეხლა თეატრში ხართ რაღაცა გადაცემაშიც ხართ აქეთიკით და ანუ რა ეტაპი არის ეს თქვენ ცხოვრება აი რას ფიქრობთ ეხლა როგორ ეტაპზე ხართ იცი რა აბსოლუტურ კომფორტში ვარ ჩემ თავთანაც პროფესიულ ნაწილშიც და პირადულ და ოჯახურს მით უმეტეს თუმცა
უკეთეს და უფრო მეც ვინატრებდი როგორც წესი რა, განვითარებისთვის, მრავალფეროვნებისთვის და საინტერესო რო იყოს ეს ყველაფერი რა. ძალიან კარგად ვარ. ძალიან კარგი გიხარია ჩვენც. სხვათა შორის ეგ არის ძალიან კარგი ხო, რომ ანუ ნებისმიერ ეტაპზე სადაც არ უნდა მიხვიდი ადამიანი, ყოველთვის მეტი სურვილი უნდა გქონდეს. იყო მადლიერი და უფრო მეტი უნდა გქონდეს. კი, მადლიერება ყველაზე მაგარია. თამუნა, შენ როგორ გეტყვი აბა შენთან? კარგად ვარ ძალიან, რაღაც სიახლეები არის ჩემ შემოქმედებით ცხოვრებაში, რაღაცებს დავტოვებ ისე საიდუმლოდ, რასაც ვიტყვი არის ერთადერთი ის, რომ ახლა ამ წუთას ვაკეთებ ჩემ სტუდენტებთან სპექტაკლს, ჩემგან ძალიან დიდი გამოწვევაა. ხო, აი თქვენთან მოხდება ამის დიდი გამოწვევა პირველად და რა ვიცი, ნახოთ, იმიტომ რომ ადრე რაღაც მცდელობები მქონდა, რაღაც პატარ-პატარა მოვსინჯე, დადგმები ოღონდ უფრო ეს იყო მეტყველების კულტურაში. ხო და ეხლა მე თვითონ გავაკეთე სცენარიც, რაღაცები ოღონდ არსებობს კლასიკური დრამატურგია და დრამატურგიის მიხედვით და ნახოთ, აი გაზაფხულზე ჩემი ახალი მცდელობა და ახალი გამარჯვების მოლოდინში ვარ. შვენიერი ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებ. ძალიან კარგია. აუცილებლად წარმატებები. კიდე აი მართლა გეფიცებით ყოველ დღე ხო ძალიან ბევრი საქმეა, ტელევიზია, თეატრი, რა თქმა უნდა, ოჯახი, მშობლები, წადი წამოდი მეგობრები, მაგრამ მართლა ღამე მხოლოდ ვფიქრობ, სულ ვარ აი ამ სცენების აწყობაში, მხატვრობა, მუსიკა, იქ ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ და ძალიან სიამოვნებს. მაგარი პროცესი ძალიან კარგი. აუ ერთი კითხვა გამიჩნდა ეხლა მე, აი ეს რო თქვი ეხლა რომ ნუ ეხლა მსახიობი ხარ პროფესიით და რეჟისორულ ნაწილში გადადიხარ, ხო? ეხლა როგორ უნდა დადგა? გადავდივარ, უბრალოდ. არა, უბრალოდ ამას დადგავ, ხო? უბრალოდ ხო, ცოტა თამამი ნათქვამია, რეჟისორი არ ვარ. მაგრამ ბავშვებთან მომიწია, უნდა გავაკეთო ეს არის. არა, მესმის კი. გეგმის და იმ სწავლის პროცესში შემადგენელი ნაწილი, სადაც მე უნდა გავაკეთო სპექტაკლი და დიდი გამოცდაა ჩემთვის. კი და მე მაგას ვამბობდი, რომ ჩემი ასეთ ახლა მე ხო გარედან უყურებ მაგ სიტუაციას, ახლა შიგნით არ ვარ და შიგნიდან არ უყურებ რა. და ყველაფერს ვადარებ ხოლმე, ჩემთვის რაც უფრო სიღრმისეულად ცოდნაშია, იმას რა, მაგალითად ახლა მარტივად რო შევადარო, ახლა ჩემთვის მსახიობი როცა რაღაცა რეჟისორულ განსაკუთრებას აკეთებს რაღაცას, არის რომელიც მწვრთნელი ფეხბურთში, რომელიც ფეხბურთელი იყო წარმატებული. კი. ჩემთვის. ანუ მოხდა იმიტომ იმან უფრო სიღრმისეულად ის ჩემი აზრია ეს გარედან უყურებ შეიძლება ვწდები, მაგრამ უფრო მეტი გამოცდილება აქვს შიგნით და შემდეგ უკვე როცა ის ხდები და ეს მე ესე უყურებ. იმიტომ რომ ძალიან კარგია, როცა პირდაპირ სარეჟისოროზე არაბარებენ და აქვთ ჯერ გამოცდილება თეატრის, სცენა, იცის როლის აწყობა, იქ მერე ჟანრები. მინიმუმ იციან მსახიობს რა ენაზე დაელაპარაკონ და გააგებინონ. იცი რა არის ძალიან კომფორტული ამბავია, როცა რეჟისორი არის ადრე ყოფილი მსახიობი ან მოქმედი მსახიობი, იმიტომ რომ იმხელა კომფორტს გიკეთებს და შენთვის ისე ზრუნავს, აი მართლა თითო ფეხსაცმელზე, თითო ამოცანაზე, თითო ყველაფერზე ზრუნავ, რომ ეს ბავშვები იყვნენ ძალიან დიდ კომფორტში. ისე სხვათა შორის, აი ხარ თქვით რომ მსახიობთან საუბარზე რა. ჩვენ ახლა დაახლოებით უკვე 10 წელია ახლა ამ სფეროში ვართ, ახლა დავიწყეთ ძალიან პატარა ასაკიდან და ძალიან ბევრი. კი, აბა წამოვედით. ამასობაში. უკვე 28 წლის ბიჭები ვართ. აი მე ძალიან დიდები. ხო, 18 წელი რომ დავიწყეთ ჩვენი მთავარი პრობლემა ხოლმე იყო ხოლმე, აუ რამდენი ხოლმე თქვი, ეს იყო ალბათ პრობლემა. მსახიობთან ურთიერთობაში რომ ჩვენ სათქმელს ვერ უხსნით კარგად. ამოცანას ხო, იმიტომ რომ სხვა სიტყვებით და სხვა ლოგიკით და სხვა რაღაცით უნდა გეთქვა ის და ძალიან რთული იყო ხოლმე. და რატო ხდება ესე, რომ ანუ ეს ჩვენი ის არის, კი ბატონო, ბრალი, მაგრამ თვითონ მსახიობებსაც ხო აქვთ რაღაცა თქვენებური შეხედულება რაღაცაზე როგორ უნდა აგიხსნან. თუ რატო ხდება ხოლმე ეს? ეგ მაინტერესებს მე. ანუ რატო არის ხოლმე გაუგებრობა მსახიობებს და სცენარისტებს შორის? გამოცდილება და ბევრი რამეა. არა, ჩვენ გინდა რომ ამ შემთხვევაში თავის მაგალითი თქვა თორნიკემ ხო შენი ხო, ანუ მე რომ მქონია ეხლა თქვენთან კი არ მქონია, მაგრამ რომ მქონია მსახიობთან ურთიერთობა და რაღაც სცენარი წაუკითხა, ანუ ზუსტად ვერ ვაჭრიდი ჩემს სათქმელს. მიუხედავად იმისა, რომ მე ვცდილობდი მაქსიმალურად, თუმცა იმისთვის სხვანაირად უნდა ყოფილიყო. გამოცდილების ამბავია რა. თუ გამოცდილ მსახიობთან გაქვს შეხება იმასთან თუ არის და იცი რა, როცა ერთ სცენაზე ვსაუბრობ და წლებია ხო ერთად. მე უფრო მარტივდება. სცენარისტი და რეჟისორი და მსახიობი ხო, იქ უკვე იმხელა საერთო სინთეზია უსიტყვოდ გესმის. როგორც პარტნიორის ახლა ხო არ გეგმა. ხო, რა ნახე შენ რა კითხვაც დასვი რომ ადრე უფრო გიჭირდა პირობითად ვიდრე ახლა. ეს იმიტომ რომ უფრო გაიზარდე, უფრო მეტი გამოცდილება გაქვს, უფრო პროფესიონალურად, ანუ გაიზარდე რა, ამას გულისხმობ. ხო, მესმის და ხო, კი ბატონო, ხვდები რა ხდება. მოგემატა და ეგ ამბავია. ვერ უხსნიდი თქვა მსახიობს შენ ზუსტად იმ სათქმელს და იმ გამოხატვის ფორმას ზუსტად ვერ აგებინებდი, რაც გინდოდა. რომ შენ რო წერ გონი, აი ხა ის გაიგებს და.
რაღაცას კონკრეტულ სფეროში ცოტა აი რამოდენიმე წელს რო ითვლი, მან სითამამეც გემატება. კი ბატონო, უფრო სხვანაირადაც აუხსნ. მე მაგალითად ახლა აი რომ მქონია ეგეთი კიდე შეხება, ახლა რატო მომწონს ხოლმე უფრო მეტად აი პროფესია რა არის განსხვავება პროფესიონალურ მსახიობს შორის და ჩვეულებრივ მსახიობს შორის. აი ესე რომ ვთქვა, საგეთქვით ახლა, აი თქვენთან რატო შეიძლება იყოს მარტივად, რა ქვია, მუშაობა, აქ ბევრად მარტივი, ვიდრე სხვა მოყვარულთან პირობითად, ხო? იმიტომ რომ აი მაგალითად თუ იმ ადამიანს უნდა დაუწერო მოყვარულს აი ამხელა სცენარი, რომ რაღაცა ემოცია გამოვიდეს საბოლოო ჯამში, თქვენ უნდა დაგიწეროთ ამხელა და ისე გამოხატავთ ამას. რამდენი სიტყვაზე არა, ხვდებით ამ რას ამბიცი? არა, ნახეთ, სიტყვას ხელა სიღრმეზე საუბარი. არა, ნახე, არ არის ის, რა ქვია. ნახე, იმ ხელა სიღრმეს აძლევენ პროფესიონალური მსახიობები, მათ შორის თქვენს რაღაც სიტყვებს, რომ ბევრი თქმა აღარ არის საჭირო. ანუ მაგას ვამბობ რა. ხო, ალბათ, რა. იცი რა, მოყვარული მსახიობი მე მაინც ვიტყოდი თამამად დარეწყინებად ინტუიციაზე მუშაობენ და მუშაობენ ერთჯერადი ემოცია, რომელიც იმ წუთში დაიბადება და მსახიობი ყოველთვის ამას ტექნიკურად ამზადებ, ასე ვთქვათ, აცხობ მე უკვე პრემიერა, ნუ ეს შედეგი. ანუ ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასია, ესე მარტივად არ არის. რა კარგად ამბობს, რა კარგად ითამაშა, რა ბუნებრივად. ეს ძალიან დიდი შრომის და არა, ხო, მე უნდა უბრალოდ მეთქვა, რომ ანუ რომ ხონია შეხება, ანუ ეგრევე ძალიან დიდი ის არის, ძალიან დიდი სხვაობა არის მართლა. ახლა უცბად გამოჩნდა რა. ანუ მსახიობი ჩართული უნდა იყოს სცენარის წერის პროცესში. გააჩნია რა მოცემულობა. ხო ხა აი რომელი სცენარის კინო, გადაცემი, სპექტაკლი, ანუ აი რა სერიალის პირობითა სერიალი. სატელევიზიო, ხო? იცი რა, მან ყველაფერი პირობითობა მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ შესაძლოა მსახიობს რომ ისე ჩარევის უფლება სცენარში, მან იმდენად თავის თავზე წამოიყოლოს ყველაფერი, აი ყველაფერი ძალიან სუბიექტურად, რომ ნუ ხო, უტოპია გახდეს. თუ შესაძლოა პირიქით ძალიან ზომიერების განცდა ქონდა, გააჩნია მსახიობსაც. გააჩნია ვინ აძლევს ამის უფლებას. ყველაფერი არის პირობითობა რა. ეს ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი, ან შეიძლება, ან არ შეიძლება. ხო, მაგრამ ის ფაქტი ძალიან კარგი ფაქტია, როცა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ერთად იღებენ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მერე უფრო გემრიელად გაისვრის ეს ყველაფერი და სათქმელი უფრო საინტერესოა. მოусმინეთ. ერთობლივი ამბები. გამოსთილი ხალხია და ზუსტად ისიან რასაც ამბობენ. ნათელი მაგალითი. ესია და მაგით ამ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. მე გამწდა ახლა ასე. რა იქონ სერიალს დამოწ. რომელი. ნიკო, შეგონი მე და თუ ისე რა გითხარი, აბა ეს რა უთხარი. მე გამიჩნდა ახლა ასეთი შეკითხვა. სხვათა შორის თქვენი ძალიან ბევრი ინტერვიუ მაქვს ნანახი. სხვადასხვა გადაცემებში. ნუ პირადადაც გიცნობთ რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამდენი ხანია არ ვიცი ამ საკითხზე თქვენი აზრი კი არა. რა თემა? თორნიკემ წაგან ძალიან კარგი მაგალითი. დაიწყო ხო რაღაც ისეთი. რომელი აბა? წაგან თორნიკემ მოიყანა ძალიან კარგი მაგალითი ეს ფეხბურთელი რომ წვრთნელი ხდება. უვენაცვალე და მაინტერესებს ფეხბურთს თუ უყურებთ? მე ვუყურებ. უყურებთ. აუცილებლად. ქართული ისე ქართული? თამუნას დავაცდი თქვენს და მეც მოგიყვებით ჩემს პრობლემებს. ფეხბურთი, ნუ როგორ გითხრათ, ოჯახში გვაქვს 3 ტელევიზორი. და 3-ვე ტელევიზორში ერთად. იქ ჩართულია მხოლოდ ფეხბურთი. მამა ჩემი, ჩემი დიშვილი, მე, ჩემი და დედა ჩემი, ყველა ვუყურებთ ფეხბურთს. აჰა. რომელ გუნდს გულ შემატკივრობთ? იცი რა, ახლა ამ წუთას იმდენად ჩართული ვარ ჩემი დიშვილის საფეხბურთო მიმოხილვებში, რომ ბარსა, ბარსელონა. რა თქმა უნდა, მე არ დამისვა, არ ვიცი. არა, იცი რა, და ქართველებზე უნდა ვილაპარაკო. იქით არ გადა. არა, ქართველები კი რა თქმა უნდა. ახლა უნდა. გავიგე, გუშინ ზუსტად ვკითხულობდი, ახლა არ ვიცი ამის თქმა შეიძლება თუ არა აქ თქვენს გადაცემაში, რამოდენიმე ხანში, თვეში თუ 2 თვეში თურმე თბილისში იხსნება ძალიან მაგარი მაღაზია ბარსელონაზე. კი. ესე იგი, როგორც კი გაიხსნება, მე და ჩემი დიშვილი შევარდებით, იმიტომ რომ ვიყიდოთ ჭიქა, მაისური, არ ვიცი, კალმისტარი, ფანქარი, საშლელი, ყველაფერი რომ მოვიმარაგოთ. მაგრამ ქართველი ფეხბურთელები ძალიან მიყვარს. ქართველი ფეხბურთელები, რა თქმა უნდა. ხო, მე ჩემი ისტორია მაქედან იწყება, ფეხბურთის სიყვარული. ანუ ჩემი ისტორია იწყება ქართველი ამ ჩვენი ბიჭების ამბიდან, იმიტომ რომ თამუნა აი ხშირად იყო რა, რომ აი ფეხბურთი ვერაფრთხილ
თათული ფეხბურთის ყურება გეტყვის, როდის დაიწყო. გადაცემა გქონდა ზუსტად იმ დღეს და საღამოს იყო ევროპის გასულიყავით 26 მარტი. და როცა ჩვენ მაკვეკვეს აღა ძალიან მიკვირდა ეს ხალხი ესეთი აჟიტირებული რატო დადის 6 ლუდი არა 14 20 მზე სუმზირა და 300 რაღაცა კიდე ხიკა ავე რაღაცები შეკვეთა მიდის რომ გადაცემის მერე და ну 10 საათზე ხდება სასწაული სახლში და მოკლედ ერთი ამბავი და ოღონდ მე სტადიონზე ვერ წავედი გადაცემა იყო და გადაცემის მერე რაღაც აღში და თათულის ის დღე იყო როცა დაიბადა მიკვირდა რომ ანუ რაშია საქმე ამდენ ენერგიას რატო ხა ანუ ვერ გავიგე რა ანუ ჩვენთან სახლში სიჩუმეა მაგ დროს მხოლოდ გარედან შემოდის ხმარ და მაგით ხვდები რომ ფეხბურთია მაგრამ რო დავიწყე ისეთი დავიწყე რომ აი თან ჩვენმა ბიჭებმაც გაამართლა ხო და საოცრება დამემართა რა რომ მოკლედ ჯაბა კილაძე არის ჩემი განმანათლებელი საფეხბურთო ამბავში ასპარეზზე ბევრი რამე არ ვიცი ბევრი წესები არ ვიცოდი იმიტომ რომ ახლახანს დავიწყე რა და რაღაცა ტერმინოლოგია არ მესმის და იმ პერიოდში თან ისე ემთხვეოდა სპექტაკლები მე და ჯაბა ერთ სპექტაკლში ვარ და სულ ვეკითხებდი იმიტომ რომ ის როგორი ფანია იცი ფეხბურთი ნუ მოკლედ ძალიან მოყვარული და სულ ვეკითხე აი ჯაბა ეს რა რაღაცა და ერთ-ერთი თამაშის მერე აღარ მახსოვს ვისთან იყო შეხვედრა ვეუბნები აი არასოდეს არ მინატრია თქო აი ვინმესთან ეს აი ამასთან ფოტოს გადავიღებ არ გამჩენია სურვილი თქო ალბათ რაღაცა განებიურებული ვარ სულ იმ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა ვისთანაც გადავიღებ დიდიაში ფოტოს და აი გადავიღებდი ფოტოს აი მამარდასთან იმასთან და ჩამოთვალ და შეგოიმოვა აი ზუსტად ეს შენ იქ მოკლედ ერთ-ერთი გასტროლიდან მოვფრინავდით აღმოჩნდა რომ რომში მოკლედ აეროპორტში თუ ფლორ აღარ მახსოვს რომელი ეს ბიჭები მიცვივდნენ რომ გადაიღეს ფოტოები და მე აი ვზივარ და მგონია კალადბურთელი ვინმე ქართველი კალადბურთელი ძალიან მაღალი ხო და სპორტულად რაც მგონია რომ კალადბურთელია რა ფეხბურთელი ხო და აიო არ გახსოვს იქ რო აეროპორტში მე არა ანუ ისეთი ამბები მაქვს უნდა ვთქვა ეს ლენგი გამაზული მოკლედ ამ ჩვენ იმის გამო რო არის ხო აი ვერ ვცნობდი მოკლედ და ეხა თუ რამე კითხვა მიჩნდება ეგრევე ჯაბასთან კითხულობ ხოლმე ჯაბა ერთი რაშიას მოკლედ მე ეხლა დავიწყე და ჩვენმა ბიჭებმა ხო მამარდა ყოფილა მე კიდე ესეთი ისტორიებია რა რომ ვიღაცას მოუწერია და ვაიმე ვინ არის ეს რო ვერ ხვდები ხო და ეს პამში რომ მესიჯი ვარდება და მე რომ ვაიმე ეს ისე სად იყო სად მომწერა ვეძებენ და მოკლედ დაწავიდა მესი ქართველებმა ამ ჩვენმა ოქროს ბიჭებმა დამაწყებინეს ფეხბურთის ყურება მე ჩემი ოჯახის წევრები ყვებიან რაღაც მართლა უცნაური ამბავი დამემართა 26 მარტს ანუ მართლა ეს ბოლო გოლი რაც იყო კვეკვესკირის ხო პენალი მე არ მახსენდება არა და ცუდი მეხსიერება ნამდვილად არ მაქვს თურმე იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდი სიხარულისგან აივანზე ისე გავარდი და იმ ხლახმაზე ყვიროდი ნუ ქეთევანი მონაგონია აი ყვიროდი და ხალხს მოყვიროდი გილოცავთ მეზობლებ აი რაღაც ანუ ჭკუიდან გადავედი 26 მარტს ცხოვრებაში 26 მარტს ხო იყო ის ხო შემოვიდა მე რა ქვია მოდაში რომ მოდაში ანუ აღნიშნვის მოდა შემოვიდა რომ გავდივართ გარეთ და ერთად აღნიშნავთ რა ყველა საცობები ეს არის და ერთი 100 კაცი 100 კაცში ჩავეხუტე გენაცვალე მიყვარხარ ანუ უცნობი სულია და იმ ხელა სიყვარული იყო რომ აი არ აზრით იგივე მოხდა საქართველოში პორტუგალი აბა რა სასამბო ორიგინალი რომ მე როცა ჩამოვიდნენ და უკვე ვარდის პარტიდა დაწყებული კი მოკლედ ძალიან კარგი არის ფეხბურთელებმა აი ფეხბურთმა საერთოდ მე ვფიქრობ რომ საქართველოს გაერთიანა კი ინტერვიუებში კითხულობ ფეხბურთელის და ეხლა მოლაპარაკოთ ეხლა გააკეთა კვარაცხელიამ ისეთი ასისტი აბა დემბელესაც კი გაატანა გოლი მოდი წარმატებები ვუსურო აუცილებლად მარტიდან ვიწყებთ ისევ ახალ თამაშებს ხო კი მარტიდან სამხრეთთან გვაქვს მანდ ჯერ ეხლა ვერ დაგეწიეთ ანუ საიდან მარტში გვაქვს პლეიოფი წარმატებები ჩვენს ბიჭებს პირველში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს იმიტომ რომ მართლა ესე ძალიან გვახარებდა და მიქაუტაძე ძალიან მიყვარს არ შემიძლია რომ არ ვახსენო ჟორჟ მიქაუტაძე ყველა ძალიან მაგრები აკელა ერთი გუნდი არის თავი ძალიან ახლა თან საფრანგეთში მოიყარა ყველგან ყველა თავი რაღაცა ისე კი საფრანგეთში ისე რა თამონა რას ფიქრობ რამდენ გოლს გაიტანს ხვიჩა
1 2 ეს რა შეკითხვა? ერთ თამაში. მოდი ნაჯახ კითხვებზე გადავიდეთ ახალ რუბრიკაზე. ახალზე არა, თქვენთვის ახალზე, ჩვენთვის უკვე ამას ვაკეთებთ 2 თვე. და კიდე გააკეთებთ 20 წელი. დიდი მადლობა. სად გვაქვს ნაჯახი კითხვა? აი, კლასობა ნანახი აბა. ნაჯახი გამოიტანოთ თუ არა, ეს არის ნახე. გონია რაღაცა იცი როგორი კითხვა, იცით, აი ხა, ესე პირდაპირ ვეთქითხავ. დაბდოთ. მაგრამ ესეთი ფორმა კითხვის. აი, აგერ არის. ესე პირდაპირ კლასობანაში რატოა? კლასობანაში იმიტომ არის რომ რაღაცა ლინკი ხომ უნდა იყოს წიგნთან და სტუმრებთან და რადგან ჩვენთვის, ანუ აქ ყველა დაკავშირებული ვართ, რადგან ჩვენთვის ბავშვობასთან კავშირდებიან ეს ადამიანები. დიახ. მაშინ ხო სკოლაში ვსწავლობდით. და კლასობანაში ჩავდე, მაგრამ ეს ახლა არ არის ეგეთი წიგნი, ეს ძალიან ისეთი სერიოზული წიგნია, მაგრამ კლასობანა ქვია უბრალოდ. პრინციპი ძალიან მარტივია, ან თითო ფურცელს გამოიღებთ, კითხვა წერია ხომ? საერთო კითხვა არა, საერთო ეს კითხვები არის ჩვენი გამომწერების, შეიძლება ვიღაც უცნობი ადამიანების, ან შეიძლება ჩვენი შეკითხვებიც კი არის. მაგრამ იმდენად ნაჯახი შეკითხვებია, რომ ესე პირდაპირ ვერ დაგისვამდით და აუ ძალიან დამაინტერესა, დავიწყო. აქ შუქი ხრება. ძალიან დავიწყოთ რა, დავინტერესდი. უცხო ადამიანებს მიანდეთ, რასაც თქვენ ვერ გაბედავდით. ავტორები არის მითითებული კითხვის ბოლოში, მაინც არა, არა. ავტორები არ არის. ავტორი მხოლოდ წიგნზეა მითითებული. ეგ ხო. ეგ წესია. მიგას ესეთი მიგნებები აქვს სხვათა მოდი, შორის. აი, მოდი. მოდი. მე ყვითელი ვფიქრობდი. ვქნათ ჯერ აი, ყვითელი. ერთ მივიღოთ მეორე შენამ. ხო. აი, ჯერაც აი, თამონა ჯერაც აი. ცერა, აი ამ კითხვაზე ძალიან არ მომწონს ხოლმე რომ მისვამენ ამ კითხვას. რა კითხვა არის? ერთი წამით. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ საფუძველშივე არასწორია ეს კითხვა, მე მაპატიეთ. ხო, გულწრფელები. კი, რა თქმა უნდა. კითხვა არის ეგეთი, თეატრი თუ ტელევიზია? მოკლედ, თეატრს აქვს შეუცვლელი თავისი დანიშნულება, ცოცხალია, შეუცვლელია. ტელევიზიას აქვს თავის დანიშნულება, შეუცვლელი. ესეც ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მაკრატლებიც ხედან მე მონტაჟეები. მაგრამ ხო, ორივე. 50-50. ხო, რა, აი 50-50. კარგი, ახლა გაგი მხელს აიდუმლოს, ეს კითხვა ახლა ნუ ჩვენი მოფიქრებულია. აი, მაგრამ ახლა გეტყვით ახლა რატო დაგიშვით მე? ხო. იმიტომ რომ მე ვიცი ამაზე თქვენი აზრი და ეს იმდენად კარგი აზრია, მინდა რომ გეტყვით. აბა, იმიტომ რომ ბევრი დაგისვათ ამ შეკითხვას. ვიცი და გულწრფელი რო ვიყო ახლა მართლა მაგიტო წერია რომ მე ვფიქრობ, რომ თეატრი არის მუდმივი რეჟიმი და მუდმივი ტრენაჟი, რომლის გარეშე მსახიობის ცხოვრება არის, აი წარმოუდგენელი, როგორც დილით გაიღვიძა და წყალი არ დაგხვდეს. ხო რა. შუქი, გაზი, გათბობა. ანუ ის ნუ რაღაც ელემენტარული რაღაც ელემენტარული ადამიანურად ვსაუბრობ ახლა ძალიან ისია, აი ყოველას გასაგებენაზე. თეატრის გარეშე მსახიობი არის ძალიან ტკივნელ მდგომარეობაში, არის დეპრესიულად, არის მოწყენილი, არის მოლოდინში. შემოქმედებით ჩიმშილშია ეს ხატოვნადრო ტელევიზია არის ის კომფორტი მსახიობისთვის, რომელიც აი ფრთებს შესხმულს ატარებს მსახიობს. ანუ ორივეს თავისი ადგილი აქვს. ეს თუ ეს, ანუ იმიტომ ვთქვა, საფუძველშივე არასწორია რა. აი, არასწორი შეკითხვა. არა, ეს უკვე ვთქვი რატომაც და ისო, იმიტომ რომ მინდა რომ ხალხმა იცოდეს, რომ ეს ადამიანები ესე სწორად ფიქრობენ და ესეთი სწორი აზრი აქვს. მეც ესე ვფიქრობ და მე არ ვიცი ეს სწორია თუ არა, მაგრამ ჩემი აზრია. ჩემთვის სწორი აზრია და მაგიტომ ამბობ. მეც რატომღაც მეც ვთქვი ამ კითხვაზე პასუხი რაღაცა მეც მომიგა. არა, ხო, ეს ორივეს ეხება. ორივეზეა, ორივეზეა. კი, არა, ორივე. არა, ორივე. ეს კითხვა ორივეს. თორმიკი, ანუ რა გამოდის ხა, რომ შეიძლება შემდეგი კითხვებით შენი დაწერილი. არა, შეიძლება შენი დაწერილიც იყოს და შეიძლება გამომწერის დაწერილიც იყოს, მაგრამ ეს ვთქვი. აჰა. არა, წიგნ ხო ეს ნუ ეს ავიღეთ ახლა უარ შევწევ. აბა შემდეგი შეკითხვა. ხო. სპექტაკლის დროს ტექსტი თუ დაგვიწყებია და იმპროვიზაციისთვის მიგიმართავს. ანუ ორივეს გეხმაროთ. ხო. მე რა ვიცი ხა საკუთარ თავზე როგორ თქვა დავიწყო დითი რამბები და ამბები, მე ვიტყვი თამუნას არასოდეს არ ავიწყდება არაფერი. ისეთი მეხსიერება აქვს. იცი, არ ვიცი ხო ალბათ დადგება დრო რომ რაღაცები დამაგე. და უნდა დადგეს კიდეს და მე დავიცხოვრო 100 წელი და 100 წლის ასაკში როცა ჩემთან მოხდა რაღაცეები უკვე ალბათ. მაგრამ მართლა ვამბობ მწრფელად ტექსტი არ დამვიწყებია და სპექტაკლის დროს იმპროვიზაციები დიდად არ მხიბლავს. მე ხო
ზუსტად მიყვები ცოტა არ მომწონს კიდეც მე არ ვაყენებ არავის მსახიობებს შეურაცხყოფას, მაგრამ ზედმეტად გააჩნიათ ან ჟანრს, დრამაში და ფსიქოლოგიურ დრამაში ეს ალბათ შეუძლებელიც კი, მაგრამ კომედიაში ეს იქნება სიტკომი თუ შავი კომედია თუ არა აქვს მნიშვნელობა თეატრს გულისხმობ, როდესაც მიმართავენ იმპროვიზაციას, იმიტომ რომ ხო არ შეიძლება ეს საკუთარი თავის უპატივცემულობაა და ასევე მაყურებლის, როცა გინდა მაყურებელი ზედმეტად რაღაცა იბჭყალებში გააცინო. რაღაცა სპეციალურად გამოიწვიო რაღაც იმპროვიზაციები და ზედმეტი აი უკაცრავად გადათამაშება და გადამლაშება სცენაზე არ მიყვარს, არ უხდება თეატრს. ესე იგი, ორი კითხვა გამოვიდა რეალურად და ორი პასუხი იქნება. რა თქმა უნდა, დამვიწყებია ტექსტი და თავი არ მიგრძნია დამნაშავე და ეს ნორმალური ამბავია, არ არის ეს პრობლემა. პრობლემა არის თავს თუ ვერ დააღწევ აქედან. და თამამაც იმიტომ ვთქვი, რომ დამიწყებია, რომ თავი დამიღწევი აქედან და ძალიან ნორმალური ამბავია ეს. მთავარი არ გააფუჭო საქმე, პარტნიორს ხელი არ შეუშალო და ასე შემდეგ. იმპროვიზაციის ნაწილს რაც შეეხება, მე მომწონს იმპროვიზაციას რომ მიმართავს მსახიობი, ოღონდ არ უნდა იყოს ეს ამოგლეჯილი, რაც ცალკე თავის მიზანსცენებს არ უნდა დგავდეს. ხშირ შემთხვევაში იმპროვიზაცია ხა ცოტა შეიძლება ესეთი გამოვიდეს ეს პასუხი. იმპროვიზაცია არ ნიშნავს გადახვევას ამოცანიდან და ბევრი რამიდან, რასაც ხშირ შემთხვევაში მსახიობს გვემართება ხოლმე, ჩემთვისაც ემართებათ ხოლმე, იმიტომ რომ ხო, ცალკე მონოლოგის რეჟიმში იმპროვიზაცია არ მოსულა. იმპროვიზაცია, ჩემ შემთხვევაში, რასაც გულისხმობ, რაც მომწონს, არის ის, რომ არც ერთი სპექტაკლი თუნდაც შინაგანად ერთმანეთს არ უნდა გავდეს, რომ იყოს საინტერესო. ოღონდ ამას შეიძლება მაყურებელი ვერც ხდებოდეს, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ამოცანა შეცვალო, ან სათქმელი შეცვალო, ან ტექსტი შეცვალო. ბევრი ნიუანსია იქ რა საიმპროვიზაციო, რომელიც შეიძლება აი შენ თვითონაც ისე ამოვნო, მაგრამ იმპროვიზირებას პირველ რიგში ჭირდება გემოვნებაც რა, რომ აი თუნდაც თამუნამ რაც თქვა, ვეთანხმები. გემოვნებას თუ აცდენილია და მოკლებული ეს იმპროვიზაციული ნაწილი და იწყებ ცალკე სხვა სიმღერის მღერას, ეგ უკვე სხვა რამეა. ეს უკვე არის ცოტა იცი რა კუდაბზიკობა სცენაზე და თავის დამკვიდრება, რომ აი მე ნახეთ რეებს ვაკეთებ და მე შემომხედეთ და ეს უხერხულია. გავიგე. მე ცოტა კაცრი პასუხი მაქვს შეიძლება, მაგრამ ასეა ჩემთვის. გასაგებია? მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა მსახიობებისთვის ძალიან შთამაგონებელი იქნება ეს სიტყვები. კაცმა არის ის. არ მე ძალიან სორვილი მაქვს, იმიტომ რომ ყოველთვის გულშემატკივრობ ადამიანებს, ვინც ითვალისწინებს. ავი, რა შემდეგი? რიგრიგობით. ძალიან გადასარევი და ძალიან მაგარი. ძალიან გონიერი. კი და გემოვნებით კითხვები აქვთ ყოველთვის ისეთი კლასიკურიც და არაკლასიკურიც, თავიანთი ასაკიდან გამომდინარე და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თაობას, რომელიც დღესდღეობით მოდის. ჭორი, რომელსაც გაავრცელებდით თქვენს თავზეო. პირველ რიგში ვიტყვი, რომ დიდად არ მსმენია ჩემ თავზე ჭორები. მართლა არ მსმენია. ან ისე ჭორაობენ, რომ ძალიან გემოვნებით და არ მოდის ჩემამდე. კარგია, მაშინ იჭორავეთ. თქვენ რა ჭორს გაავრცელებდით ჩემ თავზე? რა ვიცი, აი გავრცელებული ჭორი უკვე რაღაცა აღარ ვარ გა. უკვე რაღაცნაირია და რა ვიცი. არა, ეს ხა ჭორი თამდევია პოპულარული ადამიანების და მაგრამ მე შენ გაგიგია შენს თავზე ჭორი? მე ჩემ თავზე ჭორი გამიგია კი რა, მე თვითონ მომისმენია. როგორ ჭორაობდნენ სამი ადამიანი ჩემზე და რაღაცებს თხზავდნენ და კარგია რომ ახლა ვთქვი ნაჯახია. და აი ჭორი რა გითხრა? რა ვიცი, რა ჭორს გავავრცელებთ? იმის მერე ცოტა მიჭირს ამ ადამიანებთან კონტაქტი, მაგრამ მაინც მიყვარს. აი რა ჭორი რა შეიძლება რომ აი არა, თა რომ ესე ამოვნოს, ეგ ჭორი რომ მოვისმინო. არა, რა ჭორი ხო ეგრეთ ცელდება, რომ ერთი ადამიანი ეტყვის მეორეს ისეთ რაღაცას, რაც გინდა რომ დაიჯეროს ხვაზე, ის ხვას ეტყვის და ესე ვრცელდება და შენ რაც ეტყოდი ვიღაცას. რო შენზე დაიჯერო. როიც გავრცელებს. ნუ რაღაც სერიოზული კინოაკადემიიდან, აი რაღაცა ეგეთი მოწვევა აქვს და ფიქრობს რა. წავიდეს თუ დარჩეს. აი შვენიერი ჭორი. ხო, ჯერ პროცესშია. თათულკა.
მე იცი რა, მოდი ახლა პროფესიულ ოცნებებს და პროფესიულ მჭორს არ ვიტყვი და მე რა ვიცი გავარცელებდი რომ თამუნა ნიკოლაძე მიყიდა ძალიან მაგარი ვილა. ის რა კარგია. სადმე კანარის კუნძულებზე ან თუნდაც არ ვიცი პორტუგალიის რომელიმე სანაპიროზე ან სადმე იქით კიდე ტაილანდში ან რა ვიცი აი სიამოვნებით. კარგი ვილა ისეთი მაგარი რა. აი გულზე რო გაგხავს ისეთი ჭორია ორივე. არა. მესამე ჭორი გითხრათ? ხო. კინოაკადემიაში მიწვეული თათული ედიშერაშვილი თავის ვილაზე თამუნა ნიკოლაძემ დაასვენა. რა კინოაკადემიაში დედიკო რომ მიმიწვევდნენ ვილას მეც ვიყიდდი. ხოდა მე უნდა იყოს და თამუნას უთხრა რომ თავისთან წაიყვანა თავის ვილაზე. ანუ ხვალ ჩემთან გადავდივარ. გაუარა რა. თათულის წაიყვანა თავის ვილაზე. გადაიპატიკა. კარგი ჭორებია, მერტმანი დაყარეთ ეს ჭორები რა. დაიყაროს დღესვე ოსტრი და სპეციალურად თქვენთვის. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. აი მე უკვე რაღაც დღეს წითლებში ვარ და ვაიმე ეს როგორი კითხვაა რომელს ვაწყენინო საუკეთესო რეჟისორი რომელთანაც გიმუშავიათ აი ეს არის ნაჯახი აი ეს არის თორნიკეს შეკითხვა დედა იცი რა სახელი და გვარი უნდა არა როგორც იცით რა ხდება ძალიან გათამამებული და ძალიან იღბლიანი მსახიობი ვარ ბავშვობიდან დღემდე საქართველოში ორ რეჟისორი დარჩა, ვისაც არ მიმუშავია. თითქმის ყველასთან მიმუშავია. ეს ძალიან მეამაყება და ძალიან მომწონს, როცა ვამბობ სახელდაგვარებს. მაგრამ სახელდაგვარს ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი არ არის. რამოდენიმე საუკეთესო რეჟისორია, ვისთანაც მიმუშავია და მადლიერი ვარ და ვინც გამზარდა და ვიტყვი, რომ არა მხოლოდ ჩემი თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგები იყვნენ, ჩემი პედაგოგები, ის ადამიანებიც, ვისთანაც გარკვეული პერიოდი 3 თვე თუ 6 თვე მქონია შეხება, ისინი არიან ჩემთვის საუკეთესო პედაგოგებიც და საუკეთესო რეჟისორებიც. ეთრო ყველა რეჟისორისგან მსახიობი ყოველთვის იღებ გამოცდილებას და იწყებ ახალ ეტაპს. ამიტომ მადლობა ყველას, რომ ამირჩიეს. ეხლა ვცდილობ რომ დავძრე და ნახე როგორ მოვიფიქრე. საუკეთესო ბრჭყალებში სიტყვა ხო ეგეც პირობითია შენთვის საუკეთესო, ჩემთვის შესაძლოა არ არის საუკეთესო. რა თქმა უნდა. ამიტომ მე ვფიქრობ, მე ვისთანაც კი მიმუშავია და ცოტანი არ ყოფილან, ყველანი ჩემთვის იყვნენ საუკეთესოები. მოდი ასე. ხო. ძალიან ამით დავამთავრებდი. ანუ ძალიან კაი პასუხები იყო ესეთი, რომ დიპლომატიური და თან სიმართლე. იცი რა არის, აი ეს გამოცდილება ეს ხო ხდები თავის. არ გიტოვებენ რომ აი იმას რა ჩაიკითხო, ჩაეძიო? ხო. ჩვენ ხო ინტრიგისტვის არ ვართ აქ. პირით აზრი გვაინტერესებს ადამიანებს და გავიგეთ. თან ჩვენი დაწერილი კითხვაც არ არის. შენ დაწერე. ეგრევე გაიყიდა. თვალები, იცი რა დროს გაიყიდა თვალები რო დახუჭა, აი მაგდროს აი ეს როკენი. არა ეს იმიტომ რომ წაუძინე. წეხა როგორც გიწეხა ხო გირჩიეს. წაუძინეს ახლა წამოუწეკი. ხო წამოუწეკი. დაწეკით. დაწეკით. კარგი შემდეგ კითხვაზე არის გადავიდეთ. ბოლოს რაზე იკამათეთ? მე და თამუნა? შეგვიძლია ესე ვთქვათ, ან თქვენ ცალკე, ანუ ცალ-ცალკე და ერთმანეთში. რომელიც გირჩევნიათ? აი ის კამათი ერთმანეთში რამეზე ვიკამათეთ? რა ვიცი კი გვიკამათია, მაგრამ ხო მაგრამ ბოლოს ესე არ არა. ზოგადად რაზე ვკავე. რა ვიცი, ხა თუ ხასიათზე არა ვარ, შეიძლება ხა ეს ყვითელი აქ რატო ხო, ნუ გააჩნია იცი რა ყოველთვის გვიკამათია, რაღაც როცა გვინდა იყოს ჯანსაღად, მაქსიმალურად კარგად, მაქსიმალურად სიმართლით, მაქსიმალურად გულწრფელობით, მაქსიმალურად რაღაც წესრიგით, ხო, რა ვიცი და აი საქმეში ხა ჩვენ საქმეზე გვიწევს ხშირად ხო კამათი, გვინდა იყოს 99%-ით, მაგრამ არა ყველაფერი 100%-ით. ამიტომ გვიწევს კამათი. ანუ ნორმალურია. ხო, და საერთო საქმეს როცა ვემსახურებით, მით უმეტეს გვინდა რომ ეს საერთო საქმე ორივესთვის იყოს ძალიან მაგრად.
ამათი კონფლიქტს არ ნიშნავს რა. არა, ჩვენ ხშირად გამართოთ მე და ბიჭები ძალიან ხშირად რო დავიწყებ პოდკასტი, მაშინ ვიკამოთეთ ბოლოს ჩვენ, ხო? ხო, აბა რა. კი. არა, გაზა ვისაუბრო საჭიროა, ხო? არა, ჯანსაღი ახლა ის კი არა, რა ქვია, არა, ეს ყველაფერი მოგწონდეს და ხო იყოს ვირა კაია, ეს არ გამოვიდა. რა კარგია, კი იყოს აბა. თუ საქმე გინდა რომ კარგად გამოვიდეს, ეგრე არის. ანუ ურთიერთობაც და ნებისმიერ რაღაცაში. და თუ რაღაცაში. გინდა რომ განვითარდეს საქმე და არ დარჩეს ერთ ადგილას და არ იყოს რაღაცა არასაინტერესო და ბანალური. ანუ მიღებულია ბიჭი. კი. მე ხელი ავირჩიე და პოპულარული რომ გახდით, აღმოაჩინეთ რომ ბევრი ნათესავი ყავდათ. ეს ხო არის ხოლმე. კი, აღმოვაჩინე, იმიტომ რომ აი მე ხო არის რაღაც შემთხვევები სახელთაგვარებს რა თქმა უნდა აქაც არ დავასახელებ. აი მე აი ბავშვობაში შენ ჩემთან ესე, აი მეც მე ერთიორჯერ დაჭირა და ძალიან კარგი მახსოვრობა მაქვს და აქაც ვაიდე და ხო. რაღაცეები მოკლედ ყოფილა. ანუ არის ესეც შეხება. ყველა კუთხეში მყავს ნათესავი. ყველა კუთხის ყველა სოფელში, ქალაქსა და დაბაში, ყველგან, რატომაც არა, კარგია. იცი რა, შეიძლება მომენტში რაღაცა გაღიზიანდე, მაგრამ მე ხვდები რომ ვაიმე თუ უნდა რომ ეამაყებოდე რომ შენი ხო არის რომ ცუდ ნათესავს მალავ რა და შენი ნათესავი რო არ არის არ ვიცნობ თუ რაღაცას ამბობ და თუ ხარიათ რა ვიცი სიხარულის დონეზე არ ამაქვს პრობლემა ვიქნები ანუ ფოთაშორის ერთხელ გავიგე ოღონდ მართლა გულწრფელად სამტრედიაში არ ვიყავი არასოდეს ნამყოფი აი შუა ქალაქი რო გადიოდა იმ პერიოდში მომიწია დაკრძალვაზე ჩასვლა პირველად და მე იქ გავიგე რომ შენზეო ვიცოდითო რომ თამუნა ნიკოლაძე არის სამტრედიის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის შვილიო და მე ვთხარი ბევრი ნიკოლაძეები არის ხო და იმერეთში ნუ სამტრედიაშიც ალბათ ქუთაისშიც ვიცი რომ ძალიან ბევრია გურიაში სოფელია მწვად ამიტომ არა მე ვთხარი ეს ხო ნუ ესი ამბობდნენ და ვიღაცას შვილობას მაბრალებდნენ და კაი ისიც ამბობდა კაია კაი ბავშვობაში კარგი მჭამელი ხო ან რაღაცას იქნება კარგია კარგია ხო ცუდი ჭორი და ცუდი თავი კარგი კუთხე თუ გიდგება ხო იყოს ახლა ნათესავი რა თუ ამაყები და უხარი ხარ საშუალო და ითამუნამ რო ახსენა გასვენება დაკრძალვა მე მსმენი ეგეთი ამბავი რომ შუა ქალაქის პერიოდში ხშირად გეპატიჟებოდნენ გასვენებაში არა ხშირად გვეპატიჟებოდნენ ახლა ეგ როგორია არასწორია შენთან მოსული უბრალოდ ჩაგვიშლია მაგალითად დაკრძალვის ცერემონია არ დავმალოთ იმიტომ რომ ნაჯახი კითხვებია გაიხსენე ნაჯახი მე და თათული მივედით პანაშვიდზე როცა გარდაიცვალა ბატონი ლადო მექვაბიშვილი იუზას ვინც ძალიან მაგარი მსახიობი და მართლა ნუ ცნობილი იუზა და ნუ იქ მართლა მოხდა ისე რომ მთელი სანათესაო მე და თათულის და მთელი ახლობლები ვინც მოვიდნენ გვისამძიმრებდნენ და მე სიმართლე გითხრა დაკრძალვაზე ცოტა მოგვერიდა წასვლა რომ პროცესიას ბოლომდე აღარ დავესწარით რა ავდექი წამოვედით რომ რა ვიცი ხა ანუ სასაფლაოზე რო არ წავედით და ბოლომდე არ ვეცით პატები ბატონ ლადოს ცოტა თავი შევიკავეთ და ხო, იმიტომ რომ რაღაცას ვიღაცას ზოგი ღიმილი ჩემოვიდა და ხო ვიცი ალბათ რაღაცა რო გინდა რომ ვთქვა. და გადაცემაში ხო მოვხევი, აი პირველ გადაცემაში თუმრაჩუა ქალაქში ერთ-ერთ პანაშვიდზე ხო მიდი ახლა შენებურად დაჭექეო ერთმა რომ ის როდის ეს რა ხო და არა, ნუ აი კიდე ძალიან ნუ ისეთი თემაა, მაგრამ აი პანაშვიდზე რომ მივსულ ვარ და ჯვარი აქაურობას როგორც ამბობენ ხოლმე და აი ჭირის უფალი რა აი ძალიან და ხო დააწყნარებენ დასვამენ რაღაც დროს და დაშევა და როგორ მიყვარს თქვენი სერიალი როდის აქ და მაგ დროს ვიძაბები და ვფიქრობ რომ ეხლა სერიოზულად უნდა ვუპასუხო თუ გავუტარო თუ ვითომ ვერ გავიგე თუ ტირილით ვუპასუხო თუ ანუ ძალიან მღელავ ხოლმე რომ ძალიან ისეთია რა ვიცი აი ხო ეს და როდის აგრძელებთ სერიალს უცი ხო მაგრამ ესეც იქიდან რომ ვუყვარვართ ადამიანებს ეს ყველაფერი ანუ აქ რაც ხდება რაც არის ჩვენ გვეკუთვნის ხო კითხვა თუ პასუხი არის დიდი სიყვარულისგან გამომდინარე რა თქმა უნდა თითო დარჩა ავიღეთ და დავიშალეთ
თამარი უფრო პოპულარულია თუ ქეთევანი? ღლონტები. ერთად არა, ღლონტები. ღლონტები, ასე ვიტყვი, იმიტომ რომ მე მგონი საზოგადოებას და მთელ საქართველოს ღლონტები, ანუ თამარი ქეთევანის გარეშე და ქეთევანი თამარის გარეშე ჩემი აზრით არა. როგორც ნიკა და გიგა რა ტყუპები. ღლონტები მარტივად. შუა ქალაქი რომ არა პოპულარული იქნებოდით? ხო, ეს საკმაოდ ისეთი კითხვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ჩემი მიზანდასახულობის მიხედვით, ჩემი არ ვიცი, შრომის მოყვარეობიდან გამომდინარე და რა ვიცი, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ალბათ შუა ქალაქი რო არ ყოფილიყო, რაღაც აუცილებლად იქნებოდა გავხდებოდი პოპულარული და ძალიან საყვარელი მსახიობი. ვიზამდი ამას ნამდვილად. ხო, არ ვიცი მე რას ვიზამდი, მაგრამ და რა იქნებოდა, ალბათობის თეორიაზე ლაპარაკი, რაც წლები მემატება, აღარ მომწონს. იმიტომ რომ ხო, არ ვიცი. მართლა არ ვიცი, გულწრფელად, აი არ ვიცი. მე ვფიქრობ, ხო, მაგრამ ერთი მადლი. ხო, მაგრამ პროფესიიდან გამომდინარე, მე რო ყოფილიყავი პირობითად ბუღალტერი ბრჭყალებში, დაუშვებელი იქნებოდა, ხო? მაგრამ პროფესიიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით კი. ხო, მსახიობი ხარ შესაბამისი. აი არ ვიცი. რა თქმა უნდა, იმასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ეს იქნება არა სამართლიანი ამბავი, ჩვენ მთელი ცხოვრება, რამდენი ხანიც ვიცოცხლებთ, ვიქნებით შუა ქალაქის ძალიან მადლიერი, იმიტომ რომ მთელ საქართველოს და არ ვიცი, არა მარტო საქართველოსზე გავიდა ფარგლებს გარეთ, ყველას შეაყვარა ჩვენი თავი და ყველას ოჯახის წევრი გაგვხატა. ჩვენს ძალიან დიდი მადლიერება. და თქვენც იქ გაგიცანით, მოდი ვთქვათ. და შუა ქალაქის დამსახურება ხო არის რომ გაგიცანით. რა თქმა უნდა, ჩვენი სცენარისტები იყავით და რა ვიცი. კარგი ბიჭები იყავით და ხართ კიდე. შეგვახვედრა. ანუ შუა ქალაქმა შეგვახვედრა და დაგვამეგობრა. რა თქმა უნდა, რა გვეგონა ჩვენ, მაგრამ ესე მოხდა. ბავშვობაში საერთოდ არ გვეგონა. ბავშვობაში ჩვენ სერიალზე გაიზარდე? ხო, რა, სკოლაში მაგას ხო, იმიტომ ეს ხო იცი ცნობილი ფრაზა. თქვენ სერიალზე გავიზარდე. ეს უკვე ცნობილი ფრაზა გახდა და იმიტომ უმარ რამდენი მოსულა ეხა იქ შუა ქალაქში, ხო, თუნდაც შუა ქალაქში რომ ამბობ, აი თქვენზე გავიზარდეთ, ეხა მე რასაც უყურებთ, ეხა ქუჩაში რა ყოფილებიან ადამიანები, ყველა მაგას გეუბნებათ ალბათ. არა, ჩვენც ეგრე ვიყავით ხო რა. არა, ნუ ძალიან სასიამოვნო ფაქტია, ძალიან და არ ვიცი მართლა საუკუნეში ერთხელ რო ხდება ესეთი ფაქტი. ხო, მართლა და ისეთია. და ალბათ გავაცდები. დიდი საჩუქარია. მაგარია კი. კი, წლებს გაუძლებს ეს მგონი. წლებს გაუძლო. კიდე გაუძლო. იცი რომ უკვე ხდებით 18 წლის რაც ეთერში ვარ. თან რა ვიცი, ანუ ახალი თაობა წამოვიდა. კიდე ახალი ბავშვები დაიბადნენ. კი, ისინი უყურება, არ თავდება. ხედავთ იმისა, რომ შეხედულებები სხვადასხვანაირი ქონდა იმ თაობას, ამ თაობას. ეს იუმორი ყველასთვის გასაგებია. იუმორი არის ყველასთვის მისაღები, ყველასთვის გასაგებია და ძალიან კი ბატონო, კი, ამოწურებული ნაჯახი პროექტია. როგორ რა სიტყვით ნაჯახი კითხებს? ძალიან კარგი კითხვები იყო. არა, უბრალოდ ეს რა არის, ისეთ რომ ნაჯახის ფორმა აქვს, მაგრამ შეიძლება ისეთი კითხვებიც იყოს, რომელსაც არ დაგისვავენ უბრალოდ პირდაპირ და კითხავენ, არ ვიცი. გადაცემაში ჩემი აზრით. ხო, შეიძლება. ანუ ეს რუბრიკა ხო მოგეწონა. ძალიან. და კარგი მიგნება ფორმა დასმის. და სხვადასხვა ნაჯახი კითხების ბოლოს, უკვე ჩვენი პოდკასტის თითქმის ბოლოში გავდივართ ხოლმე და ჩვენ სტუმრებს ვაძლევთ ხოლმე ერთ წუთს, რომ მიმართონ ჩვენს მაყურებელს ნებისმიერ თემას. ნებისმიერ თემაზე, რაც შეუძლიათ თქვან. რაც აწუხებთ, რაც უნდათ რომ თქვან, ან პირიქით. რჩევა, შეგიძლიათ რჩევა მისცეთ. შეიძლება უბრალოდ თქვათ, რომ გამოიწერეთ ეს არხი და ლაიქეთ. გამოიწერეთ ეს არხი და ლაიქეთ თუ შეიძლება, ძალიან გაგვიხარდება. კარგი ბიჭები არიან. კარგი ბიჭები, ჭიერები, შრომელები. მიმართე რა. ჩართულია. თემა ზოგადია, ხო, ალბათ და ზოგადია. ნებისმიერი რა. თქვენ ახლა ეკრანზე დრო არ გაკლიათ, მაგრამ რა თქმა უნდა. ხო, ერთი წუთი. ჩვეულებრივად ადამიანურად მინდა ვუსურვო ყველას მთელ საქართველოს და იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღე გვიყურებს სადილის დროს საუზმეზე ძალიან ბევრს უთქვამს, რომ ბავშვს თქვენით ვაჭმევ ფაფას. ყველას მივმართავთ. ბანალური იქნება, მაგრამ გულწრფელი და ძალიან ადამიანური. გისურვებთ ჩამრთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერებას ისეც, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, თქვენი ცხოვრება ბედნიერი, საინტერესო წარმატებებს, განვითარებას, ოჯახის წევრების სიყვარულს, ნამდვილი სიყვარულის პოვნას
და შვილების და ყველა მეგობრის დიდხანს ჯანმრთელად და ბედნიერად თქვენთან ერთად ყოფნას და თანაცხოვრებას. გადასარევი. ბრავო. ეს მიმართო კი არა დალოცვა იყო და იცი რა მეც რჩევა მიეცით რჩევას ამ შემთხვევაში არ ვიცი ვის რა რჩევა ჭირდება ამ ეტაპზე და რომ შემეწინააღმდეგოს ეკრანის იქით ვერავიტან ამას. ამიტომ მეც დალოცვის ნაწილს შევუერთდები. ხო, მართალი ხართ ამუნა იმ ყველა სურვილში მეც გიერთდები. დავამატებდი ალბათ მადლიერების განცდა სოლიდარობა, ადამიანურ სოლიდარობას დავამატებდი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მადლიერება, სოლიდარობა, სიყვარული, ენერგიების გაცვლა, ხო, და ბევრი სიყვარული და აი ძალიან მარტივია. უმარტივესია, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს. ყოველგვარი რაღაცა გრძნობების, რაღაცა ქვესარჩულების და რაღაცების გარშე. მარტივად გვიყვარდეს ერთმანეთი და უფრო ბედნიერები ვიქნებით ჩვენ თვითონვე. გადასარევი. პატარა ჩამოგესხათ თეთრი ტანინიანი ღვინო, უფრო ეფექტური იქნება. აი შემდეგ მოსვლაზე დაგახმარდა. ოსტრი და ოსტრი და თეთრი. ოსტრზე გამახსენდა ნერწყვი გადავყავ. ოსტრზე გამახსენდა ტანინიანი ღვინო თეთრი. და თან აი მართლა ვამბობ, აი თან ცხოვრება არის ძალიან დიდი საჩუქარი და ყოველთვის ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერი განსაცდელის დროს ყველაფერი არის ძალიან მაგრა, იმიტომ რომ კიდევ უფრო იბადები თავიდან და ცხოვრება არის მშვენიერი. კი ბატონო. მადლობა ჩვენ ეს სიტყვებით გეტყვით, რა თქმა უნდა, მთელი გულწრფელობით, თუმცა გვინდა რომ ეს საჩუქრის სახითაც იყოს, რადგან მოხვედით თქვენ და ჩვენი სპონსორთან ოსტრი. დღეს გადაცემის სახლში რომ მივალ ოსტრი უნდა გავაკეთო. დღეს გადაცემის აუტლაინი არის ოსტრი. კარგი, აუ მუსიკას რას დაადებთ, ოსტრს რა მოუხდება. თათულის და თამუნას კი არა ოსტრს რა მოუხდება. არა მე რატომღაც მეგონა ნინა როტას რამეს დაადებდნენ გაუცებ. და სპეციალურად ჩვენი სპონსორისგან, არომატოსგან, გვინდა რომ სუნამოები გადმოგცეთ საჩუქრად. ой რა კარგია. გიგუშ ერთი იქით. უნდა აირჩიოს. აირჩევით არის. რომელიც მე ავარჩიე თვალით უკვე. აიმე ეს ქალბატონის არის. მე მგონი მამაკაცის სუნამო არის ეგ. ტომფორდი არის ჩემი სიყვარული, ზადიგიც ჩემი სიყვარულია თეთრი, მაგრამ ეს არის ჟან-პოლ გოცი ესეც სიყვარულია. რამდენი სიყვარული ძალიან ბევრი სიყვარული. ანუ კარგი მიმართვა გამოვიდა და და სუნამოებს დააკვდა ჩვენი მიმართვა. ის არომატოს ჩათაგადო. მოიცა ახლავე ვირჩე. კი, შეგიძლიათ აირჩიოთ. იცი რა, მოდი ხელის დადებით. აი ეს თუ შეიძლება. ხوار დაგწება გული, ხوار დაგწება, ხوار გინდოდა. აი ამ ჩანთაში ჩავდეთ და არა, მე მაქვს. არა, მეც მაქვს, პროსტა მიცავდე. ეს ყველაფერი მაქვს, მაგრამ ეს მამაკაცის არის. იცი რა, მადლობა არომატოს. ეს თუ ქალბატონის არის, მაშინ ტომფორდი. მაშინ მამაკაცი. მე ეს რა ჩავიდე უკვე გავიმზადე. კი, ეგ ქალბატონის სუნამო არის. ეს სკანდალი არა, ეს ის არის. უეჭვალად არის კი. ეს ქალია. სკანდალი მჭირდება. აი კანში 800-ია სუნამოი გარი. როგორც ვიცი, ბოთლიც ისეთი აქვს, რა ქვია, ქალისტანი. ქალისტანი კი მქონია ესეც კი. ეს არის ხო ეს არის მამაკაცის აქ არის მამაკაცის. ჟან-პოლ გოცი. ხო, ეს მამაკაცის სუნამოები. მოკლედ, ამას დავჯერდები, თუ შეიძლება. აი მე ძალიან დიდი მადლობა. ესე არომატოს ჩანთაში ჩავდოთ. ჯიგრები არიან, ნახე რა, კაი ტიპები არიან, რომ გამოყვნენ სპონსორობაზე, არა? და მადლობა თქვენ ესეთი საჩუქრები. მადლობა. ხო, მოკლედ, მადლობა, რომ დღეს იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენი სტუმრები იყვნენ თამუნა ნიკოლაძე და თათული ედიშარაშვილი. მაყურებელს ვეთქვი, რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, აუცილებლად უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო. მადლობა ჩვენს სპონსორებს, არომატოს. ჩვენც მადლობა რა, არომატოს. ჩვენ გადაეცით უღრმესი მადლობა, თუმცა გადაცემა რა ნახავენ და მოსმენენ ხო. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს Doorhouse, ლინკი იქნება აღწერაში, აუცილებლად შეგიძლიათ ნახოთ. დღეისათვის პრინციპში სულ ეგ იყო. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ თქვენს ჩვენთან ყოფნა და მაყურებელსაც იმედია რომ მოეწონა დღევანდელი ვიდეო.
რამის სხვა დამატებით. მადლობა ძალიან დიდი რომ ესეთი кайფი პოდკასტი გამოგვივიდა და ჩვენთან რომ მოხვედით მე სტუმრები. დავამატებდი ძალიან მიყვარხარ სამივე. მეც მართლა კლასის ბანკეტზე დაგვპატიჟეთ მე და აუცილებლად 10 წლის ბანკეტი. ფათაშორის 10 წლის იუბილეები ხდება. როცა მოვიდეთ ჩვენ დაგვპატიჟეთ. ჩვენ გადაწყვეტეთ სამბალთო. ჩვენი კლასელები იმედია. არა, მართლა ვამბობ, რომ არ არის აი ბანალური, არ არის ერთფეროვანი და ძალიან განსხვავებული და საყვარელი შეხვედრა გაქვთ და კარგი ამბავი გადაგიწყვეტიათ. ძალიან მომწონს თუ ესა მოგეწონათ. მადლობა კიდევ. მოგეწონა ნამდვილად. მადლობა. მადლობა.